მოგესალმებით, ეს არის მცხეთის ბლოგი და აბა წავედით სამოგზაუროდ. ახლა კი ვიმყოფებით საქართველოს და მცხეთის გულში. ეს გახლავთ სვეტი ცხოველი. განსაკუთრებული ადგილი საქართველოსთვის. აგერ ჯვარი, გენაცვალე, ჯვრის მონასტერი. აგერ სვეტი ცხოველი, რა გინდა სულო და გულო. ხოშვილო. მიყვარს ჩემი ანგელოს. მოვალ მამა, მოვალ. მიყვარხართ. აგერ ბავშვებიც. აგერ ციხესიმაგრე, აგერ პრიპაროსები, აგერ ფიჭვები და ნაძვები. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. უმაგრესი ადგილია. უმშვიდესი. რა ვიცი. ამას კარგ ადგილას ვერსად ვერ წახვალ, თბილისთან ყველაზე ახლოს არის. სადაც სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებს ადამიანი. ხასხასა მოლი. ცოტა რო დათბება მერე უფრო მეტი ყვავილები იქნება აგერ გენაცვალეთ. წამოიღეთ რაღაცა, შეიძინეთ რავი ფასტაკლებით ჩურჩხელები, მიირთვით და განაყლებთ ჩურჩხელა პახოდო, აღარ მოგშივდებათ, სულ არ მოგიწევთ ფულების ყრა. რა ვიცი, მარშრუტკით ჩამოსულა, კიდე 2.5 ღირს თუ 2 ლარი. სამარშრუტო ტაქსით უფრო სწორად, ხო და ანუ საწუწუნო არ არის რა მოკლედ რა. აი ბევრი ფული არ მაქვს და ვერსად ვერ დავდივარ და ყოველ შემთხვევაში გამოფენების თითქმის ყოველ დღეა თბილისში თუნდაც. ძალიან იაფიჭდება კინოსახლში კინოების ყურება. ნახეთ რა ლამაზია. ასე რომ კინოში ცივი ადამიანი, თეატრში ცივი. სამოგზაუროთა ცივი და ყველგანა ცივი. თუ გული გულობს, აგერ უახლოვდებით ულამაზეს ქვევრუკებს, ძველთა ძველს, აგერ სამრეკლო, სვეტი ცხოვლის წმინდა. ძალიან მაგარია რა, აქაურობა რა. რამდენჯერაც არ უნდა მოვიდე. თითქოს ყოველი მოსვლა რაღაცა ახალი აღმოჩენა. აი ბიბლიასთან მოვახდენ შედარებას. რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო ბიბლიის ესა თუ ის თავის სულ სხვადასხვა შეგრძნებას ტოვებს და გავსებს. აი აგერ როგორი არ ვიცი რა არის ეს, მაგრამ რაც მისტიური არის ნამდვილად. მაგრამ აი შეგინთ ახლა ეგდო პლასმასის კოკაკოლის ბოთლი, რასაც არ თვლი რომ ადამიანის დაგდებულია, უფრო ხორის დაგდებულია ეგ. მაგრამ რა ღმერთმა შეუნდოს ვერ ხვდება რა სისულელეს აკეთებს, აგერ კიდევ წყალი მთის პარი სენ-ჟერმენი. რა გჭირთ ხალხო, ანუ ესეთი საქონელი როგორ უნდა იყო. აი ამ ტაძრის ეზოში ყაროა ეს ნაგვები. არ ვიცი ვერ ხვდები რა გჭირს. ხო და რა მეტი რა გითხრათ ჩემო საყვარლებო. გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს. და ღმერთმა მოგმადლოთ ის, რაც გსურთ. რა თქმა უნდა, კეთილი გულით. რაც გსურთ, თორე ზოგს ვიღაცის მოკლა უნდა და რა ვიცი. აბა წარმატებები. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი დღე. აბა მაგრად. ხო, აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს არის 26 მარტი 2025 წელი. აბა კარგად. მცხეთის ჯვრის მონასტერი. საოცრად ლამაზი, საოცრად მისტიური ადგილი. მეგობრებო, ეწვიეთ მცხეთის მონასტერს ჯვრისას. ეს არის მართლიანით აღუწერელი მშვენიერება. სადაც მიიღებ სულიერ სიმშვიდეს. იმიტომ რომ აი ნახეთ, სულ ინდუსები არიან. რუსები არიან, უკრაინელები არიან, ქართული ლაპარაკი არ გამიგია, დაახლოებით 40 წუთია უკვე აქ ვარ. რატო?
თქვენ ყელში გაქვთ უკვე ამოსული იმდენჯერ ნახეთ, არ მჯერა. და კიდე ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც საერთოდ არ არის აქ ნამყოფი, არა და ქართველია. ანუ ესეც შორი ხო არ არის. ამოდით და ნახეთ. ძალიან ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ესეთი ძველი ძეგლებით, რაც ჩვენ გვაქვს ქართველებს. ახლოა თბილისთან. თუნდაც ტაქსით ამოხვიდეთ, არ მოგთხოვთ ბევრს, ამოდით ნახეთ და წადით. აბა კარგად შემოსაყვარლებო. აუცილებლად ჩამოდით მცხეთაში, აუცილებლად ნახეთ სამთავრო, აუცილებლად ნახეთ სვეტიცხოველი, აუცილებლად ნახეთ ბუდის მონასტერი. აბა კარგად იყავით.